საფუძველი აი ამ ცოცხალი მტკიცე რწმენისა რა არის? პავლე მოციქული ამბობს, ურყევის საფუძველი ღვთისა არის მტკიცე. და რატო? რამეთო ბეჭედი აზისო, რა ბეჭედი აზის. და პავლე მოციქული ამბობს, ეს ბეჭედი, ნახეთ, იცის უფალმა ვინ არის მისი. აი ნახე ბეჭედი რა არის, ღმერთმა იცის ვინ არის მისიანი. და აქ უკვე ვჩედები და ვფიქრობ, ვარ მე უფალო შენიანი თუ არა ვარ. იმიტომ რომ თუ მე შენიანი ვარ, ეს ბეჭედი მაზის. და თუ ეს ბეჭედი მაზის, ვერაფერი მე ვერ დამამარცხებს. ვერანაირი ეშმაკი, ვერანაირი უსამართლობა მე ვერ გამტეხავს. მე სასუფეველის მოქალაქე უკვე აქვე ვარ. ოღონ მაქვს ეს ბეჭედი თუ არა მაქვს. ვარ შენიანი თუ არა ვარ. გესმით, შენ თავს უნდა ჰკითხო, გამოიძიო, ჩაუღმავდე. და თუ ასეთი ხარ ადამიანი, ესეთი ადამიანის ცხოვრების წესი ესეთია, განუდგება უსამართლობას ასეთი ადამიანი. ადამიანი ინტუიციურად გზნობს, რომ აქ ღმერთი არ არის, აქ ღვთისნება არ სრულდება, ეს ღმერთს არ მოსწონს. გარეგნულად შეიძლება რაღაც კეთილი რამე ხდება, მაგრამ ეს უფალს არ მოსწონს, იმ წამსვე ადასტურებ. მე იმიტომ რომ მისი ვარ, უფალმაც იცის რომ მისი ვარ. ამიტომ ჩემი ინტუიცია სწორად მუშაობს, იმ წამსვე ხვდები, რომ აქ ქრისტეს ეს არ მოსწონს, რაც აქ ხდება. აქედან გამომდინარე, ჩემ ლოცვას საოცარი ძალა ეძლევა, ამიტომ პავლე მოციქული მე აგზელებს უსამართლობას განუდგები და მე აღიარებ უფლის სახელს. და უფლის სახელის მაღიარებელი ფაქტურად არის ცხონებული და გადარჩენილი, ოღონ ყველაფერი წინაპირობის შესრულების შემთხვევაში.